ეხლა ის რომ მოგვიტანა ის ამბები, რაც ნამდვილად ასეა. დილამშვიდობის დილამშვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, თუ ფიქრობთ, რომ აუქციონებში მხოლოდ ნახატები და ძვირფასი სამკაულები იყიდება, ძალიან ცდებით. იქ ხშირად შეიძლება ისეთ ნივთებსაც შეხვდეთ, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად უსარგებლო და უცნაურია, თუმცა მათ უკან დამალული ისტორიები ადამიანებს იმდენად იზიდავთ, რომ მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადონ ამ ყველაფერში. დღეს მე სწორედ მათი სია გავაერთიანე და ვნახოთ მაინტერესებს თქვენ თუ გაგიჩნდებოდათ სრული რომელიმე მათგანი თავადად შეგეწინათ. აბა ვნახოთ. დავიწყოთ. მაგალითად 2024 წელს აუქციონზე ელიზაბეთ მეორისა და პრინცი ფილიპის საქორწინო ტორტის ნაჭერი გამოიტანეს, რომელიც 2200 ფუნტად, ეს არის დაახლოებით $2800, აი ამ ამღირებულებით, ასე ვთქვათ, გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ის სამეფო ქორწილისთვის 1947 წელს გამოაწყვეს. ტორტი 2000-მდე ნაჭრისგან შედგებოდა და 227 კილოგრამს იწონიდა. მას ორივე ოჯახის გერბი და წყვილი საყვარელი აქტივობების, აი ასეთი იყო პირვანდელი სახე, მოკლედ ფიგურები ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ ტორტის ერთ-ერთი ნაჭერი მარიონ პოლსოს ედინბურგში გაუგზავნეს. ეს ქალბატონი შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციის სასახლის დიასახლისი გახლდათ და ნამცხვართან ერთად მან მიიღო ასევე ელიზაბეტისგან წერილით, სადაც დედოფალი მას სასიამოვნო საჩუქრისთვის მადლობას უხდიდა და სწორედ აი ეს ახლა ხო ხედავთ ეს ერთი ნაჭერი გამოიტანეს სწორედ პოლსონის კუთვნილი აუქციონზე და ასეთ ფასად გაიყიდა. ანუ მან არ მიირთვა გამოდის. არ მიირთვა. მირთმეული იყო. ნარჩენები. აი რაშიც იყო შეფუთული ის იყო და ნარჩენები იყო. შეიძლება ხო ჩამოაჭრა რაღაც ნაწილი. მოკლედ, როგორც უცხოური მედია წერს, მისი მყიდველის ვინაობა ანონიმური იყო. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ამ ტორტის ნაჭრები ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ 2013 წელსაც გაიყიდა და მაშინ ღირებულებამ 1750 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სხვათა შორის მართალია ანონიმური იყო მყიდველი, თუმცა ეს მყიდველი ანონიმურადვე აცხადებდა, რომ ის გასინჯვას და დაგემოვნებას აპირებდა. წარმოიდგინეთ 2024 წელს უნდა დააგემოვნოს 1947 წელს გაკეთებ. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა მოკლედ გადავიდეთ. მე მაინტერესებს ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვა. თქვენი აზრით, რა თანხა შეიძლება გადაიხადათ გულშემატკივრებს ბრიტნი სპირსის ორსულობის ტესტის მოსაპოვებლად? ბრიტნი სპირსის გიჟფანებს თუ დაახლოებით ის მაინტერესებს. აი, რიცხვები მითხარით, სალო. $8,000. $8,000. 5. მოგვნახოთ. საერთაშორისო მედიის ცნობით მომღერლის მიერ გამოყენებული ორსულობის ტესტი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ნაგვის ურნაში იპოვეს. რა თქმა უნდა, პერსონალმა ის არ გადააგდო და მაშინვე ონლაინ აუქციონზე გასაყიდად განათავსა. გაგიკვირდებათ და მის შესაძინად $5,001 გადაიხადეს სახლის. არ ვიცი რა. 2015 წელს კი ონლაინ პლატფორმაზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოლიეთილენი განათავსა. ის ირწმუნებოდა, რომ ნივთი კანი ვესტის კონცერტზე არსებული ჰაერით იყო სავსე. აი ასე გამოიყურებოდა ეს პოლიეთილენი. საწყის თანხა სულ რაღაც $5 იყო, თუმცა რეპერის გულშემატკივრებს შორის ნამდვილი ორთაბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ, როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს ღირებულება $60,000-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ უცნობია თუ როგორ და ვის სასარგებლოდ დასრულდა ეს დავა, თუმცა აი ეს ისტორია ინტერნეტ სივრცეში დღემდე საკმაოდ ვირუსულად ვრცელდება. აი ენა ჩამივარდა ისეთი ამბავი გავიგე, რომ აი რა ჰაერის $60,000 რამათე კიდევ უცნაური. აი ახლა გავაგრძელოთ. სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო სოტბის აუქციონზე იტალიელი არტისტის მაურიციო კატელანის მიერ შექმნილი ქანდაკება, ეს ჩვენც თავის დროზე როდესაც იყო გავაშუქეთ, ეს იყო ოქროს უნიტაზი სახელწოდებით ამერიკა. მისი წონა 101 კილოგრამს შეადგენდა და 18 კარატიანი ოქროსგან იყო დამზადებული. ექსპერტები ნამუშევარს $10 მილიონ აფასებდნენ და საბოლოო ჯამშიც გაიყიდა ახლოს დაახლოებით მყიდველმა გადაიხადა $12.1 მილიონი ამ ყველაფერში. დამეთანხმებით ალბათ რომ ყველა ის ნივთები რომლებიც მერლინ მონროს უკავშირდება ყოველთვის ძალიან ძვირად ფასობს ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი არც ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის რედგენის ფოტოები აღმოჩნდა როგორც უცხოური მედია წერს მონრომ რედგენი 1954 წელს ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიღო რა თქმა უნდა სურათები შეინახეს და აუქციონზე 28 წლის შემდეგ გაიტანეს მონროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მასში $45,000 გადაიხადა.
2023 წელს ონლაინ აუქციონზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რობერტ დაუნ უმცროსის რკინის კაცის როლის შემსრულებელი მსახიობის მიერ გამოყენებული საღიჭი რეზინა განათავსა. მომხმარებელი ირწმუნებოდა, რომ ვარსკვლავსის ერთ-ერთი ღონისძიების დროს პირიდან გადმოვარდა და მან მაშინვე შეინახა. მოკლედ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ გულშემატკივარი მსურველებს მასზე დნმ-ის ტესტის ჩატარების, ასე ვთქვათ, უფლებასაც აძლევდა, რათა ნამდვილად დარწმუნებული იყვნენ, რომ ის რობერტ დაუნ უმცროს ეკუთვნოდა. მისი საწყისი ღირებულება მინდა გითხრათ იყო $40,000. საბოლოო ჯამში არ ვიცით რამდენად გაიყიდა, თუმცა შეძენის არ გაიყიდებოდა. ანუ სრულად ასე ვთქვათ, რაოდენობა იყო ძალიან მაღალი ამ შემთხვევაშიც. გავაგრძელო? მინდა რომ ანჩოს გავაგრძელო. ამოვტუმბო და გადავფურცლო და შევინახო და მე იდეა მაქვს მოგაწე ხა კიდე რა შეიძლება გავიტანოთ აუქციონზე. გავაგრძელოთ მოკლედ და გეტყვით რომ 2011 წელს აუქციონზე ჯონ ლენონის სიბრძნის კვილი გაიტანეს. უცხოური მედიის ცნობილი კვილი მომღერალმა დამლაგებელს გადასცა და უთხრა რომ ქალიშვილისთვის მიეცა, რომელიც ბიძგის გულშემატკივარი იყო. ვრცელდება მეორე ვერსიაც პარალელურად, რომლის მიხედვითაც კვილი აუქციონზე იმ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განათავსა, რომელსაც მომღერალი სიცოცხლის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა. საბოლოოდ აუქციონზე ის გაიყიდა $31,200 და მისი მფლობელი, რაც მქონდა სტომატოლოგი, ეს იყო კანადელი უკვე მაიკლ ზუკი გახდა. კიდევ ერთი უჩვეულო ნივთი მეგობრებო, რომელიც აუქციონზე საზოგადოებამ უკვე 2012 წელს იხილა, ეს იყო ელვის პრესლის საცვლები. მომღერალთან შედარებით საცვალი ისე გვეჩვენება, ხო? ლოგიკურად გვეჩვენება. ის ეცვა მას 1977 წელს ერთ-ერთი კონცერტის დროს მისი საწყისი ფასი იყო $10,000, თუმცა მოგვიანებით რაღაცა გაურკვეველ მიზეზთა გამო მოხსნეს ეს აუქციონიდან, არ ვიცი, შეიძლება ფილმის პირადად უსახსოვრეს, მაგრამ მოკლედ ასეთი უცნაური ნივთიც ახსოვს აუქციონებს. კედელზე მიკრობანანში რამდენს გადაიხდიდით? ორ თუ ახალი იქნებოდა 2-3 ლარს, იმიტომ რომ უზმოზე ბანანს მივიღეთ. შეძალა. არ ვიცი, არ მიფიქრია. რიდომ ფიქრდე დაახლოებით რამდენი? 2-3 თუ მეტი. მილიონებზე ლაპარაკობ ალბათ, ხო? კარგი, მაშინ გეტყვით, რომ 2024 წელს სოტყვის აუქციონზე არტისტ მაურიციო კატელანის კიდევ ერთი ინსტალაცია ამ შემთხვევაში ბანანი, რომელიც კედელზე წებოვანი ლენტით იყო მიკრული, $6 მილიონად გაიყიდა და ეს არის ხოთი შორის მისი სამხატვრო კონცეფცია, მას წარსულშიც არაერთხელ გაუყიდა ეს ნამუშევარი და ხოთი შორის მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ გამორჩეული ექსპონატი არის, ასე ვთქვათ და მინდა გითხრათ, რომ ხო ფაქტმა სერიოზული კამათი გამოიწვევების შესახებ შეიძლება თუ არა რომ მსგავსი ასე ვთქვათ ნივთები მივიჩნიოთ ხელოვნების ნიმუშებად. იდეა გაყიდა ალბათ, რომელიც არ არის ყველასთვის ხო შორის რამდენჯერმე მოხდა ასეთი გაყიდვა ამ ბანანის და ერთ-ერთმა უბრალოდ რო იყიდა მართლა გახსნა და მიირთვა, რომ დაიწებინა რომ არაფერი ბანანი აქვს ნაჭამი არ შეიძლება ცხოვრება რომ შიმპანზეთ იქცე მე მგონი 2023 წელს აუქციონზე მსოფლიოს ყველაზე მოგწალებული ნაძვის ხე გაიყიდა $4,000, მისი სიმაღლე 70 აი ასე გამოიყურება 79 სანტიმეტრამდე არის მისი სიმაღლე, ხოლო მას აქვს სულ რაღაც 25 ტოტი. აუქციონის სახლმა ის თავდაპირველად 76-დან ასე ვთქვათ $100-მდე შეაფასა, თუმცა დიდი აჟიოტაჟის გამო ის გაცილებით ძვირად გაყიდეს. 2024 წელსაც მინდა მოგიყვეთ, როდესაც უკვე დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 285 წლის ლიმონი განათავსეს, ასე ვთქვათ, აი ასე გამოიყურებოდა ის. მისი სიგანე 5 სანტიმეტრი იყო. უცხოური მედიის ცნობით ის მე-19 საუკუნის ჩინურ სკიფში აღმოაჩინეს. ლიმონზე ასეთი წარწერა იყო დატანილი 1729 წლის 4 ნოემბერს ეს ლიმონი მისტერ ლუ ფრანჩინი მის ბაქსტერს აჩუქა. ვარაუდობდნენ, რომ ფრანჩინი მხილის აჩუქრად საყვარელ ქალს კოლონიური ინდოეთიდან ჩამოუტანა და აი ასე მინდა გითხრათ, რომ საწყისი ფასი იყო 40 გირვაგა სტერლინგი, თუმცა საბოლოოდ სადღაც 1400-ზე მეტ გირვაგა სტერლინგად გაიყიდა. ამასთანავე ეს იყო ის უცნაური აუქციონები, რომლებითაც ასე ვთქვათ, მომავალშიც გაგვანებივრებენ ასეთი უცნაურობებით. ნებივრობა ვუწოდოთ ამ ყველაფერს, თუ გინდა ნინი შეგვიძლია. ვუწოდოთ. მოკლედ პატარა გამოცნობანაც მოგიმზადეთ. ცოტა მინდა დაგაბნიოთ და მაინტერესებს რამდენად გვახსოვს ვიცით ცნობილი ადამიანების რეალური სახელები, იმიტომ რომ ბევრი მათგანი ფსევდონიმს ასცევნოს სახელს ან შემოქმედებით მეტ სახელს იყენებს და ზოგიერთი მათგანი იმდენად გავრცელებულია, რომ ხშირად გვავიწყდება ხოლმე
იცოდება, რომ ისინი რეალური არ არის და მათ უკვე რადიკალურად განსხვავებული სახელი და გვარი იმალება. სანამ მე გადმოგცემდეთ უკვე აი ამ ტესტს, მანამდე მინდა გკითხოთ, რა არის ის მეტსახელი, რომლითაც გარშემოყოფები მოგმართავენ ხოლმე, ან არის თუ არა ასეთი და ასე შემდეგ. არ მაქვს ესე მეტსახელი, რა ვიცი, აი რაღაცა ისეთი რაც ვერ დავიმკვიდრე მოკლედ რა. აჰა, მოკლედ. ხო, ჩემს გარშემო აი მეტსახელი ბავშვობაშიც კი ესე აი არ მახსენებ, არ ყოფილა. საბაგრო შემირჩია მე მეტსახელი. მედომელი, მაგალითად. ტაველკა. ისე ხო აი ვისაც რაღაცა თუ კი ვინმესთვის ჩემი მეგობრებისთვის რაღაც სახელი შემირქმევია, იმითია მე საზოგადოებაში მინდა უთხრა ჩვენს მოყურებელს, რომ ზუსტად ამ მეტსახელის მიცნობს საერთოდ მთელი ტელევიზია. ჩემი ტაველკა ხარ შეგოგო. სალო შენ? აიცი რა, ბევრი სახელი მაქვს, მაგრამ მეც ის ადამიანი ვარ, რომელიც პირიქით ხვევს ვარ ხმ ხოლმე სახელს და ხო, ეს ერთმანეთს უკვირტოთიც მიმართავთ, მაგრამ ის რა დამკვიდრდეს ეს და მე ხო, ესე არა. კარგი, დავიწყოთ მაშინ აბა. ეს არის ჩვენი საუბარი შენი. კი ბატონო. და დავსვათ პირველი შეკითხვა, რომელშიც რა თქმა უნდა შეუძლიათ ჩვენს მოყურებელსაც მიიღოს მონაწილეობა. თქვენი აზრით, მეგობრებო, ცოტა რთული შეკითხვები მოვედი, რომელიც ცნობილი მომღერლის რეალური სახელია სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა. გვაქვს სავარაუდო პასუხები: მადონა, ლედი გაგა, კეტი პერი, რიანა. ან ლედი გაგა, ან კეტი პერი. ან ლედი გაგა მაქვს, ან მადონა მე. აბა რომელი? ახლოს ცხელა. ცხელა, ლედი გაგას დავტოვე. ძალიან კარგი, სხვა შორს აღსანიშნავია, რომ გაგა პროდიუსერმა შეურჩია ცნობილი სიმღერიდან Queen-ის ეს არის Radio Gaga და მოგვიანებით ამის შთაგონებით მე ესეთი თავსართიც მოუფიქრა ლედი და ასე დაიწყო. სტეფანი. კარგი, კარგად დავიწყოთ. ჯერჯერობით კარგად მივიდა. კარგით, Pink-თან როგორ ვართ? აბა ვნახოთ. რომელია Pink-ის რეალური სახელი და გვარი? ალიშა ბეთმური, ალისია კუკი, ალექსანდრა ბლეკი თუ ამანდა მური? ალიშა ბეთმური ან ამანდა მური. ცხელა? კარგად ვართ? ალიშა ბეთ მური. კი ალბათ. ეგ არის? ეგ არის? შვენივრად გავართვით თავი. ოჩა! გავამარტივოთ ახლა ცოტა. რომელია ემინემის რეალური სახელი და გვარი? მარშალ ბრიუს მეზერს. მარშალი. ეგ არის, კი. მარშალა. მარტივად. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდე 14 წლის ასაკში მარშალ მეზერსი და ეს ორი მ აიღო და შემდეგ უკვე ეს გადაკეთა ემინემად დამკვიდრდა. მოკლედ ასეთი ისტორია აქვს. თქვენი აზრით, ვინ არის ფრანჩესკა რომანა რიველი, სოფი ლორენი, ორნელა მუტი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი? სკარლეტ იოჰანსონი. სკარლეტ იოჰანსონი. აი, სკარცივა კი. სკარლეტ იოჰანსონს გამოვრიცხავდა მონიკა ბელუჩი. ორნელა მუტი უნდა იყოს. კი, ორნელა მუტი არის. სხვა შორის რეჟისორმა დამიანმა უწოდა, როგორც დამიანმა არ უნდოდა რომ ფრანჩესკა რიველი ვინმე ცნობილ იტალიელ მსახიობში ლუისა რიველში არეოდო და ასე ვიცნობთ მას დღეს. აი, ხედავ შე. რომელია კეტი პერის რეალური სახელი და გვარი? კეტრინ ელიზაბეთ ჰადსონი, კეტრინ მარია ჯონსი, კეითლინ ენდრიუს ჰოლი, კაროლინა ელენ სმიტი. ბოლო გედადეს გამოვრიცხავ კეითლინ ენდრიუს ჰოლსა და კაროლინას. აი ამ ორ შორის მარია ჯონსი თუ რომელი გამორიცხავ? ელიზაბეთ ჰადსონი. კეტრინი. მოდი, კეტრინი იყოს. ორივე კეტრინი. ელიზაბეთ ჰადსონი იყოს, ჯანდაბა. ეგ არის და მინდა გითხრათ, რომ ეს მეტსახელი და ფსევდონიმი, იმიტომ აიღო, რომ გარშემომყოფებს მსახიობ კეით ჰადსონში არ არეოდა. თამაშია საქმე. ცოტა რთული ამბავი, იმიტომ რომ იმდენად არის დამკვიდრებული ეს სერიალი, შეიძლება არც გვახსოვდეს. კარგით. რა ქვია კარდი ბის რეალურად? ბელკა. ონიკა მარაში, რობინ პენტი, ბაკარდი ბელკალის ალმაზარი. აი, ბელკალდის. ბელკალის ალმაზარი. სწორია, მის უკან საკუთარ სახელისო ისტორია იმალება, მინდა გითხრათ. მის რეპერის დასქვია მოკლედ ჰენესი და რადგან სასმალის სახელია, უნდათ რომ მისთვისაც ესეთი მეტსახელი შეერჩია და შეურჩიეს ბაკარდი. მოგვიანებით შემსრულებელს აი ბაკარდის ბუმდე შემოკლება მოუხდა, რადგან ინსტაგრამზე მისი ანგარიში მუდმივად იშლებოდა იქ გამომდინარე რომ არსებობდა ამ სახელწოდების ცნობილი brand-ი. კარგით, ვინ არის კელვინ კორდოზარ ბროუდუს უმცროსი? თქვენი აზრით. ეს არის დრეიკი, Snoop Dogg, Eminem თუ 50 Cent. არა, დრეიკი. Snoop Dogg იყოს ჩემი. Snoop Dogg, Snoop-ი მას პირველად. Snoop-ი მას პირველად დედამ შეარქვა, რადგან მომღერალს თურმე ბავშვობაში ძალიან უყვარდა ანიმაცია Snoop-ის თავგადასავალი და ამიტომ არის დღეს ის Snoop Dogg. ძალიან კარგი მუსიკოსია, იცი, არ არის მხოლოდ ის. და ნიჭიერი ადამიანია ძალიან ბევრი მიმართულებით. კეთახვობით. რომელია Jay-Z-ის რეალური სახელი და გვარი? შონ კორი კარტერი, კანია ომარი,
ვესტი, შონ მაიკლ კომსი, ნასირ ბინ ჯონი. დაგეხმაროთ? შონ მაიკლ კომსი. ცოტა დაგეხმაროთ? გამოვრიცხავ. კარგი, გამოვრიცხოთ მაშინ კანიე ომარი ვესტი, შონ მაიკლ კომსი. დაგიტოვეთ? ნასირ ბინ ჯონი. კარგი. შონ კორი კარტერი. შონ კორი იყოს კარტერი. შონ კორი კარტერი. ჯეზი იყო მისი მეცახელი ბავშვობაში და მე ჯეიზით, ასე ვთქვათ, გადააკეთა. კარგით, ვინ არის ეს ძალიან მარტივია, აი, ვინ არის ონიკა ტანია მარაში, კარდი ბი, ნიკი მინაჟი, კარდი ბი ვიცით უკვე, ხო? ნიკი მინაჟი, დოჯა კეტი თუ ლიზო. ნახეთ? ან ნიკი მინაჟი, დოჯა კეტი. ნიკი მინაჟი არის ეს მეცახელი, მას პროდიუსერმა შეურჩია, ნიკი აიღო ონიკადან, ხოლო მინაჟი მარაჟიდან უბრალოდ გადააკეთა და ბოლოს შეკითხვაც დავსვათ, მე მგონი ვასწრებთ. რომელია უექენდის რეალური სახელი და გვარი? აბელია და ამის ისტორიასაც გეტყვით მაშინ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით აბელმა 17 წლის ასაკში სწავლა მიატოვა, ხოლო უქმებზე, ანუ ვიკენდზე წამოვიდა სახლიდან და ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ აირჩია ასეთი ფსევდონიმი სახელად ვიკენდი. კარგი იყო მომწონს. მომწონს ძალიან გადასარევია. თან ვიხალისეთ, თან რაღაცა საინტერესო ჩავერთე და თან კიდე უფრო მეტი რამე შევიმეცნეთ და მადლობა. ამის მერე